გამარჯობა, მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე. დღევანდელ ვიდეოში მე ვისაუბრებ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და ვაირალ ბრიტანულ ფსიქოლოგიურ კრიმინალურ დრამაზე, სახელად Adolescence. სერიალი მოგვითხრობს 13 წლის ბიჭზე, ჯეიმი მილერზე, რომელსაც ადანაშაულებენ საკუთარი თანაკლასელის მკვლელობაში. და ეს სერიალი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ და ღრმა სოციალურ პრობლემებს. რაც შეეხება აქცენტს, გამოყენებული არ არის სტანდარტული ბრიტანული აქცენტი, არამედ გამოყენებული არის ჩრდილოეთ ინგლისური აქცენტი, რადგან მსახიობები არიან ჩრდილოეთ ინგლისიდან. შესაბამისად, მათი აქცენტი არც ისე მარტივი გასაგები არ არის. დღეს აგიჩვენებთ ერთ-ერთი ყველაზე ვაირალ მომენტი და ამ მომენტს განვიხილავთ. Nothing's been decided yet. You need to sit down. I don't want to sit down. If you don't sit down, I have to stop this discussion. Nothing's been decided yet. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ამ წინადადებაში გამოყენებულია present perfect simple, რომელიც იწარმოება have has დამატებული ზმნის მესამე ფორმით. If you don't sit down. აქ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი გამოიყენებდა future simples, ანუ wills. და იტყოდა if you will not sit down. მაგრამ ინგლისურში კონკრეტულ სიტყვებთან მომავალი დრო არ გამოიყენება, ანუ wills ვერ გამოვიყენებთ, ვიყენებთ present simples და ეს თავისთავად აძლევს მომავლის მნიშვნელობას. ესეთი სიტყვები არის if, as, when, until, till, after, before, as soon as, unless, once, provided, providing და as long as. ამ სიტყვებთან კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან ეს ცოტა ტრიკი ნაწილია და ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება, ავიწყდება, რომ არ უნდა გამოიყენონ. ამიტომ შეგიძლიათ ჩაიწეროთ, ისწავლოთ და დაგამახსოვრდებათ, რომ ამ სიტყვებთან, რაც არ უნდა მომავლის მნიშვნელობით ამბობდეთ წინადადებას, არ შეიძლება ვილის გამოყენება. უნდა გამოიყენოთ present simple და ეს present simple ავტომატურად კონტექსტს გადაიყვანს მომავალ დროში. და კიდევ უფრო მარტივი და სამახსოვრებელი წესი არის, რომ თუ სიტყვას წინადადებაში შემოაქვს დროის ან პირობის მნიშვნელობა, მასთან will future simple არ გამოიყენება. I have to stop this discussion. აქ have არ ნიშნავს ქონაყოლას. Have to არის ნახევრად მოდალური ზმნა და ნიშნავს უნდას. როდესაც რაღაცის გაკეთება გიწევს გარემო პირობებიდან გამომდინარე. მაგალითად, I have to go. უნდა წავიდე. You have to study. She has to rest. ასე შემდეგ. I don't want you to, do you? It'd piss you off, that wouldn't it? It'd piss you off, wouldn't it? ეს შენ ძალიან გაგაღიზიანებდა, ძალიან გაგაბრაზებდა, არა? ეს არის მეორე პირობით წინადადება, ანუ second conditional, რომელიც გამოხატავს არარეალურ მომავალს it apostrophe და d ნიშნავს it would. უბრალოდ შემოკლებული ფორმა არის. და ბევრმა თქვენგანმა არ იცის, როგორ უნდა განასხვავოს would წერია ამ შემოკლებულ ფორმაში თუ had. და ამის განსხვავების ერთი ძალიან მარტივი გზა არსებობს. თუ წერია შემოკლებული ვარიანტი it apostrophe d, she apostrophe d ან ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი პირის ნაცვლსახელი და ვერ ხვდებით აქ would შეიძლება იგულისხმებოდეს თუ had. დააკვირდით, ამის შემდეგ ზმნა წარსულ ფორმაში მოდის თუ საწყის ფორმაში, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემოკლებულ ვარიანტში would იგულისხმება და თუ მოდის ზმნის მესამე ფორმა, წარსული დრო, მაშინ ესე იგი had იგულისხმება, რადგან had-ის მერე ვიყენებთ ზმნის მესამე ფორმას და would-ის მერე ვიყენებთ ზმნის საწყის ფორმას, ანუ would-ის მერე წარსულში ზმნა არ შეგხვდებათ. ამიტომ ერთადერთი განმასხვავებელი გზა არის ეს. You have to go home and then come back again. You have to go home and come back again. შენ მოგიწევს სახლში წასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება. Have to, რომელიც უკვე დასაწყისში ვახსენე, ანუ მოგიწევს რაღაცის გაკეთება. Have to go. შენ უნდა წახვიდე, შენ მოგიწევს წასვლა. Jamie, if you do not sit... Look, I fucking want to sit down! You do not tell me when to sit down! You do not control my fucking... Look at me now! You do not control what I do in my life. Wanna and want to არის აბსოლუტურად ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვები. უბრალოდ ერთი არის შემოკრებული ვარიანტი, როდესაც მაგალითად სწრაფად საუბრობ და არაფორმალურად, მაგალითად მეგობრებში, რადგან ეს შემოკრებული ვარიანტები ზოგადად
ფორმალური საუბრებისას, გამოცდებში, ფორმალური წერილების დაწერისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ. I want to learn English. I want to learn English. იგივეა. Look at me now. Look ზოგადად არის ძალიან მრავალფუნქციური სიტყვა და მნიშვნელობას იცვლის იმის მიხედვით, თუ კონტექსტში მის მერე რომელი წინდებული მოდის. თუმცა ამ კომბინაციაში look at ნიშნავს რაღაცას რომ შეხედო. Look ასევე ბევრს ერევა see და watch სიტყვებში. მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობები აქვს სამივეს. Watch არის რაღაცას რომ უყურებ, მაგალითად ტელევიზორს რომ უყურებ, ან რაღაცა მოძრაობს რომ უყურებ. ხოლო see ნიშნავს დანახვას, რაღაცის თვალით აღქმას. მაგალითად, I can see a car outside. მე ვხედავ მანქანას გარეთ. I watch football every weekend. მე ვუყურებ ფეხბურთს ყოველ ვიკენდზე. Get that in that fucking little head of yours! Fucking hell! Get that in the fucking head of yours. შეიგნე, დაიმახსოვრე, რა თქმა უნდა უხეში და ცინიკური ნათქვამია. Get something into your head ნიშნავს რომ რაღაც დაიმახსოვრო, რაღაც შეიგნო და გამოიყენება ძირითადად ჩხუბის დროს, გაბრაზების დროს. Fucking hell არის ბრიტანულში ძალიან გავრცელებული გაბრაზების ფორმა, გაკვირვების ფორმა და ნიშნავს რომ გადმოვა ქართულოდ, აი ჯანდაბა, რაჯანდაბა, ღმერთო ჩემო. სულ ეს იყო, იმედია დღევანდელი ვიდეო სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის. ამ მინი სერიალს ვუწევ დიდ რეკომენდაციას. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამომიწერეთ, ასევე გამომიწერეთ Instagram-ზე, რადგან ყოველდღურად თქვენ კონტენტს და ვდებთ სხვადასხვა საინტერესო ვიდეოებს. ხოლო თუ გსურთ ინგლისური ენის შესწავლა, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად შეგიძლიათ მომწეროთ ან აღწერაში ნახოთ სარეგისტრაციო ბმული და შეავსოთ. კარგად.